რაიკა დოლიძე მოდის თავის სახელგანთქმულ დედასთან ერთად. მძიურელ მაია ჩიქვინიძეს ბავშვობაში მთელი მსოფლიო უკრავდა ტაშს. ნახოთ რა სიზამს მისი ერთადერთი ასული. სიმღერა მოდის რა თქმა უნდა დედისგან, ბებიაც პიონერთა სასახლეში გაიზარდა, დედა ჩემიც და ისე რაღაცა ტრადიციისამებრ მეც პიონერთა სასახლეში ავიდგი ფეხი ასე ვთქვათ და დავდიოდი 3 წლის ასაკიდან დავდიოდი და ღერი 3 წლიდან. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება არის დედაჩემი. იმიტომ რომ მან მოახდინა ძალიან დიდი გავლენა ჩემს დღევანდელ ცხოვრებაზე. ანუ მე რა პროფესია ავირჩიე, როგორ დავიწყე სიმღერა, მე როგორ გავითარდა ჩემი ცხოვრება და აი ყველაფერში აბსოლუტურად მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დედაჩემის მადლიერი ვარ. დედას მინდა ვკითხო, ქალბატონო მაია, თქვენ როგორც მუსიკოს მინდა კითხოთ და პირველ მზიურელს, რომლის წინაც ძალიან ბევრმა თაობამ, ძალიან ბევრი თაობა გაიზარდა. როგორ შეაფასებთ ეკას როგორც მუსიკოსი? მაინე როგორ და ძალიან ხმამაღალი ნათქვამი თუ ექნება, კარგი მომღერალია, მე მომწონს. დღესდღეობით მღერი ბენდთან ერთად პირველად ასე ვთქვათ ეს ქავერები და ეს უცხოური მუსიკა, მაგის შესრულება, მუსიკის შესრულება დავიწყე მაკედან. არასოდეს ესეთი მასშტაბის კონკურსში არ მიმიღია მონაწილეობა და ვიფიქრე რომ ალბათ კარგი იქნებოდა და საინტერესო იქნებოდა ესეთი ახალი გამოცდილება რომ იმეღო. მე მჯერა ეკასი. Something told me it was over when I saw you and that girl were talking. Something deep down in my soul said, "Cry, girl." When I saw you and that girl were walking around, well, I would rather go blind, boy, than to see you walk away from each other. I know. But to see I love you so much, I don't want you to leave me, babe. But most of all, I don't want to be free at all. Well, I was jealous, and I was jealous, and I was jealous, and I am thinking of a kiss, baby, no warm embrace. Oh no, when the reflection of that holds somebody something. უკვე წარმატებაა. Most of all, I really don't want to be free. Arvot. Esa, Tina-თინი ხო არ ქვია? არა, ეკა დოლიძე. Tina Turner-ი მეგონა. რა რა გითხე? Turner-ი მეგონა, Tina. ძალიან მაგარი. ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა. ჩვენ იმიტომ არ დავაჭირეთ, რომ იმდენი როკი ავარჩიეთ, რომ უკვე ცოტა ანუ მოკლედ რა მუხტს გულისხმობ რა, აი დრაივი ზუსტად ის იყო რა ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ჩვენ თიმში უკვე ამ ჟანრის მომღერლები ასე ვთქვათ ყავს და პირადად ჩვენ თავი იმიტომ შევიკავეთ, თორე ძალიან ბევრი, ძალიან მაგარი მუხტი მოდის შენგან და ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მაგარი ხარ. ჩემი ხო არის? მე რა უნდა ვაკოცო? აბა